მიმდინარე წლის ივლისში ძალაში შევიდა არაერთი მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილება, რომლებიც ეხება როგორც ბიზნეს, ისე ფიზიკურ პირებს. შეიცვალა აქტიური გადამხდელი სტატუსის მინიჭების წესები, ასევე გაიზარდა წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების საფასური, განახლდა აქტივების რეალიზაციის დაბეგვრის მიდგომები და გამარტივდა აღრაცხვის წიგნის წარმოების წესებიც. ამ და სხვა საკანონმდებლო სიახლეებს ვიდეოს საგადასახადო მენეჯერთან თეონა პაპიაშვილთან ერთად განვიხილავთ დღეს საქმიან დილაში. დილამშვიდობისა თეონა. გამარჯობა. მადლობა მოგზაურობისთვის. თქვენც მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ვართ თქვენი საინფორმაციო ბიულეტენის ძალიან აქტიური მომხმარებლები. მიზეზი ბევრია, ჩვენთვის გასაგებია ბევრი რამ. შეიძლება როგორც ბიზნესმენისთვის აქ რაღაცა განსაკუთრებული გამორჩევა არ არის, მაგრამ ყოველთვის გასაგებენაზე არის გადმოცემული ძირითადი ცვლილებების არსი. რა შეგვიძლია ვთქვათ იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა, თქვენ ერთდროულად 3-4 მიმართულება გამოყავით, რომელიც აღნიშნვის ღირსია, რომლისგან დავიწყოთ, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ, რომ პრიორიტეტულად გადასახადის გადამხდელმა აუცილებლად უნდა იყოს საქმის კურსში და გაითვალისწინოს თავის ყოველდღიურობაში. ალბათ ის რაც ივლისის თვიდან უკვე შესული არის. აი გვეტყვის თეონა. დიახ. კიდევ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. როგორც აღნიშნეს თქვენ, მართლაც ივლისის თვეში საკმაოდ ბევრი, ივლისის საკანონმდებლო სიახლეში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ რეალურად გამოქვეყნდა ივნისის თვეში ის სიახლეები, რაც ჩვენს პუბლიკაციაში იყრის თავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ მაგალითად მთავრობის დადგენილებაში შეგვეცვალა საფასურები, რომელიც განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის მიერ გასაწევი მომსახურების საფასურების და განაკვეთების დადგენას ამტკიცებს და გაიზარდა წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მხრიდან ამ თანხის გადახდის მოცულობა. კერძოდ გაორმაგდა ყველა პირისთვის 10,000 ლარის ნაცვლად გახდა 20,000 ლარი, ხოლო რეზიდენტი ფიზიკური პირების შემთხვევაში, რომლებიც ისედაც დაბალი ტარიფით სარგებლობდნენ, 5,000 ლარის ნაცვლად გახდა 10,000 ლარიანი მომსახურების ღირებულება. ეს ცვლილება ძალაში შედის 2027 წლის 1 იანვრიდან, თუმცა 27 წლამდე მოთხოვნით მიმართული საკითხების შემთხვევაში, რომელზეც ჯერ კიდევ გამოცემული არ იქნება 2027 წლისათვის საბოლოო წინასწარი გადაწყვეტილება, მათზე არანაირად არ მოახდენს გავლენა საფასური ცვლილება. რა თქმა უნდა, დარჩება ძველი ტარიფი. თეონა, შეგვიძლია თუ არა აქვე ამ საკითხზე ვთქვათ, რა იურიდიული დატვირთვა აქვს ამ დოკუმენტს და როგორ შეუძლია იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელმა ამ დოკუმენტით, რომელსაც საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, მაგრამ თქვენგან ელის უფრო შეფასებას. ეს არის იურიდიული ძალისქონე დოკუმენტი, მაგრამ არის ინდივიდუალური აქტი, კონფიდენციალური, გამოიცემა მხოლოდ იმ გადამხდელის მიმართვენობის ფარგლებში, რასაც წარადგენს ფაქტობრივი გარემოების გადასახადის გადამხდელი და იმ კონკრეტულ დროის ასპექტში, რომელ პერიოდზეც არის საკითხი დასმული. მანამ არის ძალაში, თუ ფაქტობრივი გარემოება არსებული რეალობიდან არ განსხვავდება, რაც ამ წერილში აღწერილი და ამავდროულად თუ რაიმე საკანონმდებლო ცვლილება არ შეგვეცვალა, რაც გავლენას პირდაპირ მოახდენდა ამ საკითხის დაბეგვრასთან. ამ წინასწარი გადაწყვეტილებით სარგებლობს გადასახადის გადამხდელი, ეგრეთ წოდებული საგარანტიო ფურცელია, ესე რომ ვთქვათ, რომ ასე მოქმედების შემთხვევაში მას სხვა საგადასახადო რისკები არ დაუდგება, თუ მოხდება მისი შემდგომში შემოწმება. და შესაბამისად ეს რომ მაგალითად პროფილურმა ბიზნესებმა გაიზიარონ რაღაცა, ეს წარმოუდგენელია, რადგან ეს არის ინდივიდუალური აქტი კონკრეტულად ერთი გადასახადის გადამხდელისთვის. არსებობს ხოლმე შემთხვევები, რომ მაგალითად ჯგუფია რამდენიმე სხვადასხვა ბიზნეს საქმეების განახორციელებელი პირებისგან შემდგარი, არიან ურთიერთდამოკიდებულები, შეიძლება ერთმა იყოს წინასწარი გადაწყვეტილება, თუმცა არ არის ეს გარანტი მეორე საწარმოსთვის, რომ იქ აღწერილი პირობები მისთვის ზედმიწევნით რელევანტური იქნება და შესაბამისად ვერც დოკუმენტურად ყველაზე მთავარი ეს არის, რომ ეს არის დოკუმენტური მტკიცებულება, რასაც წარუდგენს საგადასახადო ორგანოს, რომ არ მიიღოს ამ წერილში დასკვნად გამოტანილი გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება აუდიტის პროცესში. მაგრამ თუ ეს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის და სხვა ჩვენი ურთიერთდამოკიდებული ვინმე პირი უბრალოდ რესურსის დაზოგვის მიზნით გამოიყენებს, რა თქმა უნდა, ის უკვე დოკუმენტად ვეღარ წარადგენს და ვერ ეტყვის, რომ აქ ეს გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული და ჩემთან რატომ იქცევით ამგვარად კი. ეხლა არის რაიმე
აი კონკრეტული საჩქარო თარიღი და პერიოდი, რაც უნდა გაითვალისწინონ უკვე კომპანიებმა თადარიგი დაიჭირონ და რაც ყურადსაღები უნდა იყოს ბუღალტრებისთვის თუ ფინანსური დირექტორებისთვის ბიზნესში. კი ბატონო, ეს უფრო ფიზიკურ პირებს დაინტერესებთ ეს საკითხი, როგორც აღნიშნეთ თავში, შეიცვალა აღრიცხვის წიგნის წარმოების წესი და ძალაში შედის 2026 წლის 1 აგვისტოდან. აღნიშნული წესი ეხება პირებს, რომლებიც არიან გამარტივებულ წესზე შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის მიმართულებით და უფრო ნათელი გავხადოთ, ეს ეხება იმ პირებს, რომლებიც როგორც წესი უმეტესწილად ეწევიან საქონლის და მომსახურების მიწოდებას ნაღდი ანგარიშწორებით, ამავდროულად იყენებენ აღრიცხვიანობის დროს საკასო მეთოდს, არ არიან დარიცხვის მეთოდზე, ამ დროს მათ ჰქონდათ ყოველთვის ვალდებულება, რომ ეწარმოებინათ აღრიცხვის წიგნი, ეგრეთ წოდებული, რომელიც შაბლონი ფორმა არის შედგენილი საგადასახადო ორგანოს მხრიდან. აღნიშნულ წიგნს აწარმოებდნენ პირები ცვლილებამდე მატერიალური ფორმით და შესაბამისად მთელი რიგი ადმინისტრაციული ვალდებულება მოსდევდა ამ წიგნის წარმოებას. ერთის მხრივ უნდა ყოფილიყო დანომრილი, აკინძული, წელიწადში ერთი წიგნი უნდა ეწარმოებინათ და არა რამდენიმე წლის ბოლოს უნდა მიემართათ საგადასახადო ორგანოსთვის, რომ მომხდარიყო მისი დალუქვა. ახლა შედარებით გამარტივდა კიდევ უფრო ეს ამ წიგნის წარმოება, რადგან ხელმისაწვდომი გახდა ელექტრონული ფორმითაც მისი წარმოება, მაგრამ თუ მაინც ვინმე დარჩება მატერიალური ფორმით წარმოების წესზე, დალუქვის ვალდებულება აღარ მოუწევს. ამავდროულად ადრე თუ 6 წლიანი შენახვის ვადა გააჩნდა და ვალდებულება ახლა დაგვეწერა, რომ მინიმუმ არანაკლებ 3 წლის ვადით უნდა მოხდეს მისი შენახვა. მაქსიმალური ვადა მაინც საკონკრეტებული არ გვაქვს და შეიძლება 6-მდეც ავიდეს, თუმცა ასე თუ ისე მაინც ხანდაზმობის ვადაზე იქნება მიბმული ამ წიგნის შენახვის ვალდებულებებიც. ანუ ცვლილებებით გარკვეულ ნაწილში გვაქვს სახელზე გამარტივება, თუმცა არის გამკაცრებული მათ შორის რეგულაციებიც. რას ცვლის საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები და რეგულაციები ბიზნეს გარემოში, რომელიც უკვე კონკრეტული ვადები ცნობილია და შევიდა ძალაში, თუმცა კონკრეტულს ელოდება უკვე ბიზნესი. კი ბატონო, აი მაგალითად ამის კარგი მაგალითია, საკმაოდ ესეთი საინტერესო საკითხი, რომელსაც უფრო ნათელი მოეფინა, თუმცა კანონის დონეზე სიახლე არ გვაქვს, მაგრამ საჯარო გადაწყვეტილებით მიდგომები ცალსახას დამტკიცდა საგადასახადო ორგანოს მხრიდან. ეს ეხება მაისის თვეში გამოქვეყნებულ და ივნისში ჩასწორებულ საჯარო გადაწყვეტილებას ფიზიკური პირის მიერ აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში ნამეტი შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ამ მიმართულებით ზოგადად რომ სენელსაც შევახსენოთ, ფიზიკური პირები, რომლებიც ფლობენ საკუთრებაში აქტივს, მათი რეალიზაციიდან წარმოშობილი ნამეტი შემოსავალი თუ დაფიქსირდა, ანუ სარეალიზაციო ღირებულებასა და შესყიდვის შეძენის ან წარმოების დანახარჯებს შორის სხვაობა, ვალდებული არიან ამ სხვაობაზე გადაიხადონ გადასახადი. ზოგადად 20%, მაგრამ საცხოვრებელი ბინის ან სახლის შემთხვევაში გამოიყენება საშეღავათო ნორმა 5%-იანი დაბეგვრა. არც 20, არც 5% არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ კიდე დამატებით საშეღავათო ნორმაში ჩავარდება, რაც გულისხმობს ამ აქტივის ფლობას 2 წელზე მეტი ხნის ვადის განმავლობაში. ამ დროს უკვე არც ერთ გადასახადს აღარ იხდის და გათავისუფლებულია ფიზიკური პირი ამ რეალიზაციის ოპერაციის დაბეგვრისგან. თუმცა აი ამ საჯარო გადაწყვეტილებამ ნათელი მოფინა ისეთ გარემოებას, რომ შეიძლება აქტივი იყოს საცხოვრებელი დანიშნულების თავისი როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი და ფუნქციური მახასიათებლებით, მაგრამ ფიზიკურმა პირმა მაინც ვერ გამოიყენოს ამ საცხოვრებელზე გამოყენებული საშეღავათო ნორმები. ეს ის შემთხვევა, როდესაც პირი ეწევა სისტემურ ორგანიზებულ საქმიანობას, არის მეწარმე ამავდროულად და სამეწარმეო საქმეების ფარგლებში რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით ახდენს აქტივების შეძენას რეალიზებას და აი სწორედ ამის ფარგლებში გვეუბნებიან, რომ საცხოვრებელ ბინად განხილვა საშეღავათო მიზნებისთვის ვერ მოხდება. ეს უკვე ძალაშია მაისიდან ივნისში კიდევ უფრო დაზუსტდა და პირდაპირ უკავშირდება ფიზიკურ პირებს, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას დეველოპერული მიმართულებით. ან მაგალითად იპოთეკური უზრუნველყოფის მიზნით. დიახ, იმიტომ რომ როგორც ესეთი შეღავათი მორგებული იყო მარტო ობიექტზე, ის თუ იყო საცხოვრებელი დანიშნულები, შესაბამისად ყველაზე ვრცელდებოდა აღნიშნული შეღავათი. ახლა უკვე პირზე, ვინც ახდენს ამ ეკონომიკური საქმეების წარმოებას, მასზე გარკვეული გამონაკლისები დადგინდა და ეს ზოგადი შეჯამება რომ გავაკეთოთ, ნაცვლად იმ სტანდარტული 5%-იანი დაბეგვრის, რაც საცხოვრებელთან დაკავშირში იყო და არის კიდევაც და უკავშირდება ჩვეულებრივ ფიზიკურ პირებს ეს დაბეგვრა.
სამეწარმეო ფარგლებში, მეწარმე ფიზიკური პირი თუ თავის ძირითად საქმიანობას აი ამ სფეროს მოარგებს და მოახდენს შეძენას, შექმნას ან გარდაქმნას და შემდგომ რეალიზებას, ამ დროს მას ჩაითვლება ჩვეულებრივი წესის დასაბეგრად, გამოიყენება 20%-იანი ნორმა ამ შემთხვევაში და მეტიც გათავისუფლების შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ 2 წელზე მეტი ვადით ფლობა უნდა იყოს ერთ-ერთი განაპირობებელი გარემოება, მეორეს მხრივ 2 წელზე მეტი ხანი უნდა იყოს გასული ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებიდან კონკრეტულად ამ აქტივის, რომ შემდგომ შეძლოს 20%-ის არ გადახდა. კარგი, მე მგონი მოვიცავით, ხო? ყველაფერი მიმდინარეს რაც ძირითადი რაც იყო, ძირითადი რაც იყო, მე მგონი ეს არის, ხო? არის ხომ არ არის რაიმე თეონა ისეთი რაზეც საკანონმდებლო ცვლილება რაც აი ესეთ ანუ აქტიურ გადასახადის გადამხდელს შევეხეთ, მაგრამ ეგ დაბეგვრას არ გვიცვლის, უბრალოდ გარკვეული კრიტერიუმებით ჩაგვემატა, რა შემთხვევაში მიიჩნევა პირი აქტიურად, ეს უბრალოდ განსაზღვრავს ამ პირის აქტივობის მაჩვენებელს. სხვა კუთხით დაბეგვრაზე მონაწილეობას არ იღებს, შესაბამისად, რაღაცა გამორჩენები რაც იყო, რომ საგადასახადო დოკუმენტის გამოწერაც მას აქტიურებდა, ან გადასახადის გადახდა, ან დეკლარაციის წარდგენა, ეს დეტალები გაგვეწერა დამატებით. უფრო ისეთი რედაქციული ხასიათის შესწორება. თეონა პაპიაშვილი, ვიდეო საგადასახადო მენეჯერი, მადლობა მას, რომ გაგვიახლა ინფორმაცია არსებულ ცვლილებებზე, რომელიც იმედია თქვენთვის სასარგებლო იყო.